გამარჯობათ მეგობრებო, თქვენთან არის საშა ორგანიზოვი. დღევანდელი ვიდეო მე გადავწყვიტე ჩავწერო იმ თემაზე, რომ როგორ ცხოვრობთ ჩვენ. აი, მე ვაკვირდები ხალხს, აი დაუშვათ აქვეყნებენ თავის ფოტოებს, მათ ფოტოებზე ჩნდება უამრავი მოწონება, უამრავი კომენტარები, გაზიარება, მაგრამ არ დაფიქრებულ ხართ რაშია ცხოვრების ჭეშმარიტი საზრისი, ჭეშმარიტი საზრისი ცხოვრების. არ დაფიქრები ხართ მაგაზე? მე პირადად ძალიან გუშინ ამაზე დავფიქრდი და მივხვდი. უმიზნობა გვაწუხებს ჩვენ. შენ გონია, შენ თუ ატვირთობ ფოტოს, ხო? ამაზე ხალხი დაგაიქებს და კომენტარებს. ეს ბედნიერებაა? ეს ბედნიერებაა, მითხარი. შეიძლება მე ხალხს სისულელებს ლაპარაკობ, მაგრამ თუ აგიდან მომისმენ გათიშე ეს ვიდეო და შენ საქმეების მიხედე. მე აქ იმ ხალხისთვის ლაპარაკობ, ვინც მე მისმენს. ხო და ცხოვრება გახდა ძალიან მოსაწყენი და უაზრო. ჩვენ არ გვაქვს ჭეშმარიტი მიზანი და არ ვიცით რისთვის ვცხოვრობთ. ჩვენ ბედნიერებას ვეძებთ გარეთ. სადაც იქით ვეძებთ ბედნიერებას. და არ ვართ ბედნიერები. იმიტომ რომ რატო არ ვართ ბედნიერები? რატო არ ვართ ბედნიერები? იმიტომ რომ გარეთ ვეძებთ ხო ბედნიერებას. და სინამდვილეში ბედნიერება გარეთ კი არ არის, ვიღაცაში კი არ არის, რაღაცაში კი არ არის, არამედ ჩვენშია ეს ბედნიერება. ეს ბედნიერება ჩვენ უნდა ვიპოვოთ საკუთარი სიღრმეში, რაც გულისხმობ, ჩვენი ჭეშმარიტი მიზანი და ჭეშმარიტი საზრისი უნდა ვიპოვოთ, ჩვენი ცხოვრებისეული მიზანი, რისთვის დავიბადეთ, ჩვენი ჭეშმარიტი მიზანი, რისთვის დავიბადეთ ჩვენ. როცა ამას ჩვენ ვიპოვეთ და აღმოვაჩენთ და როცა ეს მოხდება, ხო, მაშინ ჩვენ გავხდებით ისეთი ბედნიერები, რომ არ ვიცი რა, შეუძლებელს დროში დავიკარგებით, ყველაფერი დაგვავიწყდება და მარტო ჩვენი ის ჭეშმარიტი გულის საქმე გვემახსოვრება და მეტი არაფერი არ მოგვინდება. და ვიქნებით ბედნიერები. ვიღაც რო ამბობს, ხო? მე ფოტო დავდე და ჩემ ფოტოზე არანაირი ლაიქი და არანაირი კომენტარი არ არის. რატო ხდება ასე? რა ცუდია ეს ხალხი, უმადურია ისაო. საქმე მაგაში კი არ არის. ვინ დალაიქა, ვინ დაკომენტარა, დავიჯო ეს ყველაფერი გახდის შენ ბედნიერს. მე ხარ მინდა ჩემ თავზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ ეს ვიდეო იმიტომ დამეწერია რომ აქ ვიწუწუნო ამაზე. არც მიყვარს წუწუნი, იმიტომ წუწუნი საქმე არ გვარდება, პირით უფრო ხლარდება. მე არ ვიცი რა არის თქვენი ჭეშმარიტი მიზანი. მე ვიცი რაც არის ჩემი ჭეშმარიტი მიზანი და ჩემი ცხოვრებისეული საზრისი. გუშინ პოსტი დავდე და ძალიან გამიხედა ერთი ადამიანის კომენტარი და გულში დამხვდა და მეორეს არ მომეწონა. მოკლედ, ხალხო, თქვენ ცხოვრობთ უმიზნოდ. თქვენ არ იცით რა გინდათ. თქვენ ეს არ გასწავლეს. თქვენ არ უსმენთ წარმატებულ ადამიანებს. თქვენ ჩაძირულები ხართ ყველანი თავნაფეხებამდე არაცნობიერში. და მიხვდით, ამ ვიდეოდან მე მინდა რომ ეს თქვენ მიხვდეთ. მე არ ვიცი რა არის თქვენი გულის საქმე. ეს არის რისი კეთებაც გიყავდათ ბავშვობაში. რისი კეთებაც დროის შეგრძნებას გიკარგავთ. რაც ის გულიდან რასაც გააკეთებით რომ თუნდაც ფული არ გადაიხადოთ. რაში ჩადებდით მთელ თქვენს გულს და სულს. ეს არის. უპასუხოთ ამ კითხვაზე.
უპასუხოთ ამ კითხვაზე ძალიან სიღრმისეულად და ძალიან არ ვიცი თქვენთვის ჩემთვის არა თქვენთვის ამ ვიდეოს სპეციალურად წერომ თქვენთვის დაფიქრეთ ამ ყველაფერზე მე ესე არ მჭირდება მე უკვე ვიპოვე ასე ვთქვათ კიდევ მაგ საძებნი ამ და საკუთარ თავს აღალიზებულად ვთვლი აღალიზებულად ვთვლი აი ეს ჩემი მე მინდა რომ ეს გზავნილი მოვიდეს თქვენთან და შეიძლება ეხლა აი არაფერი შეიძლება ეხლა ან გაიგებთ ან თქვით ეს გასასვლელია ისაო მაგრამ ეს ჭეშმარიტებაა და ამისგან ვერსად ვერ გავეცემთ მოკლედ ჩემო ლამაზო ტკბილო და მოგამო მეგობრებო კითხვა თუ გაქვთ და მისვით დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ და ჩემი თხოვნა იქნება თუ იგინათ რავი დალაიქეთ და გააზიარეთ ეს ვიდეო გათას ხომაც ნახონ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და ყურადღებით მოусმენთ ამ ვიდეოს რამდენჯერმე რათა თქვენ ცნობიერებაში ახალი წერტილი ახალი ნაპრალი გაჩნდეს პორტალი თქვენი არ ვიცი თქვენი ახალი ცხოვრების დაწყებისკენ აი ეს კარგით დიდი მადლობა მიყურეთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.